გამგეობის ხდომა ჩატარდა, რომელმაც საკრებულოების 6 თვის მუშაობა შეაჯამა. საუბარი შეეხო საკრებულოების ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებს, განათლების სისტემა, ხიდები, გზები, ელექტროენერგია. ეს ის საკითხებია, რომლებიც საკრებულოებში წლებია პრობლემას წარმოადგენდა. საკრებულოებთან ურთიერთობის განყოფილების გამგებ ზურაბ სამნიაშვილმა, რომელმაც საკრებულოების მუშაობა შეაჯამა, აღნიშნა, რომ ამ 6 თვის მანძილზე მრავალი პრობლემის მოგვარება მოხდა, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. რაიონის ხელმძღვანელობა საკრებულოების მიხედვით პრობლემებით ინტერესდება და მომავალში ყველა პრობლემის ადგილზე გაცნობას აპირებს. საკითხი, რომელიც რაიონის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციამ საკრებულოების წინაშე დასვა, სასმელი წყლების რეზერვუარების ანტისანიტარულ მდგომარეობას და სკოლების სასმელი წყლის სისტემის მოუგვარებლობას შეეხო. აღნიშნა, რომ ახალი კანონით საკრებულოების ბალანსზე გადაეცემათ სასმელი წყლების რეზერვუარები, რის შემდეგაც აღნიშნული პრობლემების მოგვარებაც დაიწყება. რაც შეეხება სკოლებში არსებულ წყლის სისტემას, ამას დაწყებული რეფორმა მოაგვარებს, აცხადებს სანიტარული ინსპექციის უფროსი. იგი იმასაც აღნიშნავს, რომ შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად ისინი სასმელი წყლის მდგომარეობას მაინც არ რეგულირებენ. სათავე ნაგებობა, რომელიც დაახლოებით 50 წლის წინ არის აშენებული, გასაკეთებელი არის. შენობა ავარიულია სათავე ნაგებობისა, ეს ჭები, წყალშემკრები ჭების მდგომარეობა ავარიულია და ამ ყველაფერს სიფი პროგრამით გათვალისწინებულ მათი აღდგენა და რეაბილიტაცია და ამ ხუთში ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს მოსახლეობაში არ მოხდეს სასმელი წყალი, რომელიც ამ სტანდარტს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, გვიჭირს ამისი ისა, მაგრამ თუ როცა დარღვევა არის, ყოველთვის მოსახლეობა ინფორმირებულია, მიიღოს ეს გადაძღებული წყალი და გამგეობის ხდომამ რაიონის საკრებულოების 6 თვის მუშაობის შედეგები დადებითად შეაფასა. გორის აკადემიური თეატრი და მისი ხელმძღვანელობა მასმედიისა და მსახიობების საჯარო შეხვედრას ტელეკომპანიის ჟურნალისტებისთვის აუდნენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მკაცრად და საიდუმლოდ. რამაზ იოსელიანს იმდენად არ უნდა ტელეკომპანია თრიალეთის ჟურნალისტების დანახვა, რომ თეატრის დირექტორს დარაჯის ფუნქციას აკისრებს და სხდომას დახურულ კარს მიღმა მართავს. შეხვედრიდან გამოსული მსახიობები ჩვენგან ითხოვენ, რომ თეატრში მხოლოდ კარგი დავინახოთ. გაზეთის ჟურნალისტები კი აკადემიურ თეატრში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ რამაზ იოსელიანი თრიალეთს გაურბის და ცდილობს შექმნა შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტების შეხვედრაზე არ დაშვების ფაქტი მისთვის უცნობია. რატომ უნდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რომ საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩეს თეატრის საჭიროებო საკითხები? რას მალავს იოსელიანი, რატომ გაურბის ტელევიზიას? რატომ არიდებს თავს საჯარო შეხვედრებზე პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებას? რატომ ან რისი ეშინია მას და რა საფრთხეს უქმნიან ჟურნალისტები თითქოს და საზოგადოების კეთილმოსურნე იოსელიანს? ეჭვს თავად ის ჟურნალისტებიც გამოთქვამენ, რომლებიც დახურულ შეხვედრას ესწრებოდნენ. ტელევიზიის არ შეშვების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ იქ ძალიან მაღალი იყო ემოციური ფონი, ბატონი რამაზი ვერ მალავდა თავის აღშფოთებას, თავის ემოციებს, მან თავისთვის ჩვეულად არაერთი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტებს, როგორც ვიცით, იგი არ ერიდება არც ცენზუროს სიტყვებს, არც უხეშ მიმართვებს და საფიქრებელია, რომ მას არ უნდა ეს დაფიქსირებულიყო ტელევიზიით. კითხვა, რომელმაც ყველაზე მეტი აგრესია გამოიწვია სამხატვრო ხელმძღვანელში, იყო ის, რომელიც ჩვენ დაუსვით იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულება თეატრის კანონის მიხედვით კონტრაქტი, რაც უნდა დადებულიყო, ითვალისწინებს თეატრის კანონი, რომ 3 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო ხელშეკრულება მაგას გაფორმებული აქვს დასის წევრებთან ერთწლიანიც მათ შორის და აი ამაზე გამოიწვია ყველაზე მეტი აგრესია. ტელეკომპანია თრიალეთს დღეს ინტერნიუსის აღმასრულებელი ფონდის გენერალური დირექტორი ესტუმრა გენადი უჩუმბეგაშვილი სარეკლამო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა და მათი მუშაობის პრინციპებს გაეცნო. შეხვედრით სტუმარ მასპინძელი კმაყოფილებას გამოთქვამდა, მათი საერთო აზრი ასეთია: საქმიანი შეხვედრები დადებითი შედეგების მომტანი იქნება. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია თრიალეთს ახალქალაქისა და ნინოწმინდის ტელევიზიების წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრობის ძირითად მიზანი შიდა ქართლის რეგიონულ ტელეკომპანიაში არსებული სარეკლამო სამსახურის მუშაობის პრინციპების გაცნობა წარმოადგენდა. სტუმრების და მასპინძლების იმედოვნება, რომ საქმიანი შეხვედრა დადებითი შედეგის მომტანი იქნება. ურთიერთ აზრთა გაზიარება ორივე მხარისთვის მუშაობის ამაღლების ერთ-ერთ ძირითად პრინციპად დასახელდა.
დღეს სარეკლამო სამსახურის წარმომადგენლებს ინტერნიუსის დირექტორი შეხვდა. გენადი უჩუმბეგაშვილმა ტელეკომპანია დადებითი შთაბეჭდილებებით დატოვა. მე ძალიან მომეწონა ვირტუალური სტუდია, რომელიც ბადრიმ გააკეთა, ძალიან კარგი არის და რაც ყოველთვის ჩამოვდივარ და ყოველთვის რაღაც ახალს ნახულობ ხოლმე ტელევიზიაში. გავიცანი ამ ჩვენი სტუდენტების საქმიანობას ის ჩვენ გვაქვს ესეთი პროექტი ახალქალაქის ტელეკომპანიიდან, ნინოტმედის ტელეკომპანიიდან და სტაჟირებაზე გამოვაგზავნეთ ახალი სარეკლამო სამსახურის თანამშრომლები. ახალქალაქისა და ნინოწმინდის რეგიონალური ტელევიზიებიდან მომზადებიან ჩვენთან მათი საქმიანობის შესახებ უნდა მიიღო ინფორმაცია, როგორ გადიან ისინი ამ სემინარებს და ურთიერთ ასთა გაზიარების მიზნით შედეგები აინტერესებდა. გაეცნო კმაყოფილი იყო იგი ამ ღონისძიებით. სტუმრებს მიაჩნიათ, რომ ფრიალში საკმაოდ მაღალი დონეა და აქ ყოფნის დროს მათ ცოდნა გაიღრმავეს. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მოხარულები იქნებიან, თუ მსგავსი სახის შეხვედრები ტელეკომპანიაში კიდევ მოეწყობა. საუბარი რომ როგორ ისწავლეთო, რა გააკეთეთო, რა შრებოდთო, ისწავლეთ თუ არა, რამე გაიგეთ თუ არა. ჩვენ გავაცანით, რომ რაც ვისწავლეთ, რაც დავინახეთ და რავი, კიდე ბევრი რამე. ერთკვირიანი შეხვედრები ხვალ დასრულდება. ხოლო სტუმრები მასწინლებთან ერთად ექსკურსიაზე გამგზავრებას გეგმავენ. უკიდურესად გაჯერებული ოჯახები სახელმწიფოსგან გარკვეულ დახმარებას მიიღებენ საქართველოს ყველა რეგიონში სპეციალურად შექმნილ პუნქტებში სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების რეგისტრაცია მიმდინარეობს. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სამინისტროს და სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე სოციალურად დაუცველ ოჯახთა იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაზე, პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შემოსული განაცხადების რაოდენობა შეიძლება იყოს იმის ბრალ, ვინ უკეთესად მუშაობს ამ ეტაპისთვის. ანუ ის არ ასახავს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას ეხლა. აი 3 თვის შემდეგ, როდესაც ყველაფერი დარეგულირდება, შეიძლება რაღაც სტატისტიკური დასკვნები გააკეთო უკვე რა. ჯერჯერობით ძნელია ამაზე ლაპარაკი. აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების რეგისტრაციას და მათ დახმარებას ითვალისწინებს. რეგისტრაციისთვის ოჯახი ავსებს სტანდარტული ფორმის განაცხადს, სადაც ფიქსირდება ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ოჯახის თითოეული წევრის პერსონალური მონაცემები და ინფორმაცია ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის შესახებ. დავითვალოთ ეს ოჯახები, შევადგინოთ მათი სიები და განსაზღვროთ მათი დახმარებების ოდენობები. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული პროგრამა ჩვენ სოციალურ სისტემაში. ადრე არასოდეს მიზნობრივი, ანუ ტარგეტირებული დახმარებები სოციალურ პოლიტიკას არ ქონია პრაქტიკაში და პირველად ხორციელდება პროგრამა, რომელიც მიმართული იქნება ყველაზე უმწეო, ყველაზე ღატაკი ფენების ფულადი დახმარებისათვის. სტატისტიკური კვლევის საფუძველზე მიღებული პროცენტული შედეგების მიხედვით მოსახლეობის 10% სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში და სახელმწიფოსგან ითხოვს დახმარებას. იასასკოლოს სახალისო საფეხბურთო გაკვეთილი დღეს კასპში დაიწყო ღონისძიება, რომელშიც კასპის რაიონის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს მიზნების ახალ ფეხბურთის პოპულარიზაციას. უეფას ინსპექტორები და პროგრამის ხელმძღვანელები დღეს კასპელ ბავშვებს ფეხბურთის თამაშისკენ მოუწოდებდნენ. იასასკოლოს საფეხბურთო გაკვეთილები კასპში ხვალ დასრულდება. ჩვენი მიზანია ბავშვებს ფეხბურთის სიყვარული ჩაუნერგოთ. Improve the coexistence of the people in the groups that are living in this area. შაშან ამ დროს მე შევპირდი კასპის მოსახლეობას, რომ შემოვიდოდეთ უეფას პროგრამით ღია სახალისო სკოლებით და მე სიტყვა შევასრულე და დღეს დიდი სიხარულია კასპის რაიონში. ასეთი იყო დღევანდელი დღე და ჩვენი საინფორმაციო სამსახური. მე ხვალამდე გამშვიდობებით მადლობთ ყურადღებისთვის.
მშვიდობის შაბათს საღამოს პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ანარეკლი. საზარელი მკვლელობა მოხდა ხაშურში 36 წლის ზაუროლ დინძემ საკუთარ დედას დანით ყელი გამოჭრა 65 წლის ეთერ ლომიძე ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივად ალკოჰოლისადმი მიდრეკილება და ოჯახური კონფლიქტი სახელდება. ხანდახან იცოდა ხოლმე ეგრე ღვინოს რო დალებდა, მაგრამ ეხლა ნასვამ ნამდვილად არ იყო, იმიტომ რომ ორი თვე ეგ ბიჭი გარეთ არ გამოსულა. იყო ჩაკეტილი სახლში. და მე რო გათენებული ახლა ეს კარების ნახევარზე გასულა სახლში. ახლა ამ კაცად ჩაძინებია ეს გასულა ეს ქალი შესულა თუ არა ერთ სიტყვით და მომხდარა ეს ამბავი. რა მოხდა იქა შიგნიდან როგორ იყო ასე განწყობილი ეს ბავშვი და რამ შეუშალა ჭკვაიშვილო არ ვიცი ჩემი დილით შემოვიდა შეტყობინება რომ მოქალაქე ზაურ ლომიძემ მოკლა თავის დედა ეთერ ლომიძე. ახლა გავშევით გავიდა ამაზე იქნა დაკავებული ზაურ ლომიძე, რომელმაც აღიერა ჩადენი დანაშაული. თქვა რომ მოკალი ეთერ. საკუთარი დედა. განმანათლებელ სკოლებში მალე ახალი სამეურნეო საბჭოები აირჩევა. არჩევნებთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. საინფორმაციო სახის შეხვედრა გორის პირველ საშუალო სკოლაშიც ჩატარდა, რომელსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. რა შეიძლება სკოლებში სამეურნეო საბჭოების არჩევის შემდეგ და როდის დაფუძნდება ასეთი სახის უწყებესი საკითხებია, რომლის შესახებაც ამ შეხვედრაზე საუბრობთ. სამეურნეო საბჭოს კომისია შეარჩევს. კომისია კი საკუთარი განცხადებების საფუძველზე პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეების შემადგენლობით დაფუძნდება. საარჩევნო კომისიის წევრები სათანადო საბუთებს დირექციას ან განათლების განყოფილებას 14 სექტემბრამდე წარმოუდგენენ. სამეურნეო საბჭოს შემადგენლობა კი ცნობილი ოქტომბრის ბოლოსთვის გახდება. არის თუ არა რაიმე სიახლე მოსალოდნელი ასეთი სახის საბჭოს მუშაობის შემდეგ და რამდენად ეფექტური იქნება იგი. პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები გორის პირველ სკოლაში სწორედ ამის შესახებ საუბრობდნენ. მე პირადად მოხარული ვარ, მაგრამ უფრო მოხარული ვიქნები თუ გააქტიურდებიან თვითონ მშობლები და საბოლოო სკოლაში კიდევ ერთხელ გავუსმენხოს, რომ შეიქმნება დეცენტრალიზებული მენტალიტეტი. ეს ალბათ შეცვლის სასიკეთოდ სასკოლო ცხოვრებას. მშობელი, მასწავლებელი, მოსწავლე დღეს იქნება თანამშრომელი ერთმანეთისა. ერთობლივი კავშირით ძალიან ბევრი რამე გაკეთდება. სამეურნეო საბჭოს ექნება თავისი გეგმა, რომელსაც შეიმუშავებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ისინი შემდეგ დაიხვეწებიან, გადამზადდებიან რასაკვირველია და კონკრეტული გეგმასთან მიმართებით ყველაფერი წავა სკოლის აღმავლობისკენ. სადამ სკოლაში არ დამკვიდრდება დირექტორი, არ დამკვიდრდება სკოლის კოლექტივი, ბიუჯეტზე არ დაჭდება ყველაფერი. ვერაფერს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ფინანსების გარშე სკოლა საცოტა მდგომარეობაშია. როგორც შეხვედრის მონაწილეებს მიაჩნიათ, სასკოლო საქმიანობის სწორად წარმართვის საქმეში მთავარი პირობა მაინც ფინანსური მხარეა. თუ როგორ შეიძლება მისი მოზიდვა ამ საკითხის შესახებ პედაგოგებსა და მშობლებს სხვადასხვა აზრი აქვს, თუმცა უმრავლესობა სასკოლო რეფორმების გატარებას დადებითად აფასებს. ფინანსურ საკითხზე ყოფილი სამეურნეო საბჭოს თავმჯდომარეც საუბრობდა. სამეურნეო საბჭო საერთოდ ვერ გააკეთებს ჩემის აზრით თავის საქმეს თუ პირველ რიგში მშობლის მონდომება არ იქნა რომ დაუდგეს სკოლას გვერდში და აუცილებლად სამეურნეო საბჭოს უნდა ისწავლოს ეს ალბათ განათლების სამინისტრო მას მოაგვარებს მოძიება თანხებისა. თუ არ ჩატარდა ტრენინგები და თუ არ გვასწავლეს როგორ მოვიწიოთ თანხა ცარიელი ხელით მეორე წელიწად ჩვენი სამეურნეო საბჭო მესამე წელიწადისთვის მეორე წელიწადს თითქმის აი შიდა სასკოლო პროცესში თუ მონაწილეობთ. პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები მოუთმენლად ელიან ახალი დირექტორების ვინაობის გამჟღავნებასაც, რომელსაც განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილი 3 კანდიდატიდან სწორედ სამეურნეო საბჭო აირჩევს. უახლოეს მომავალში კი მსგავსი საინფორმაციო სახის შეხვედრები სხვა სკოლებშიც იგეგმება. პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ხდომათა დარბაზში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომა გაიმართა, სადაც განსახილველად წარმოდგენილი იყო ბიუჯეტის 6 თვის ანგარიში და საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტში შემოსული თანხების აღრიცხვის შემდეგ დადგინდა, რომ ბიუჯეტში ნახევარი წლის განმავლობაში 90 მილიონი ლარის მობილიზება მოხდა, რაც მომხსენებლის განცხადებით წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. როგორც ლაშა გოცირიძე აღნიშნავს, შემოსავლები ძირითადად გაზრდილია საგადასახადო სექტორიდან შემოსული თანხებით, ასევე ექსპორტ-იმპორტით. 6 თვის შედეგებით ჩვენ გვაქვს საშემოსავლო გეგმაში გადაჭარბება, ჩვენ დაახლოებით 90 მილიონი ლარით მეტი მობილიზება შევძელით. მთლიანობაში ეს გადაჭარბება მთლიანად ძირითადად მოდის საგადასახადო შემოსავლების წილად. აქაც საგადასახადო შემოსავლებში უფრო მეტი წილი მოდის საბაჟო დეპარტამენტთან მიღებულ შემოსავლებს, რომლებაც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, თანხები ამა თუ იმ სფეროდან მაქსიმალურად იყო მობილიზებული და მაგალითისათვის საბაჟო შემოსავლები დასახელდა, რომელმაც ბიუჯეტში 7% შეადგინა. კომიტეტის წევრების განცხადებით, მათთვის სავსებით დამაკმაყოფილებელია ბიუჯეტის 6 თვის მონაცემების ანგარიში. 2005 წლის 6 თვის შედეგებით საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 90 მილიონით მეტი არის შემოსავალი მიღებული ხაზინაში. ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ამ თვალსაზრისით ახლა გარკვეული კითხვები ჩვენგან იყო დეფიციტის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით, მაგრამ ძირითადად მდგომარეობა 6 თვის შედეგებით ნორმალურია. ბიუჯეტის ანგარიშთან ერთად კომიტეტის საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებსაც განიხილავდა. კანონპროექტის თანახმად უნდა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი სტატუსი, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის როგორც სახელმწიფო პოლიტიკური პირის ასახვა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. პროექტით ასევე დადგენილია ზოგიერთი საჯარო მოხელის სამსახურში განსაზღვრული ვადით მიღება. საჯარო სამსახურის დაწესებულებებს ემატება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, აგრეთვე მთავრობის კანცელარია და სახელმწიფო მინისტრის აპარატები. იცვლება თანამდებობრივი სარგოების დადგენის პრინციპები, კერძოდ პრეზიდენტი განსაზღვროს თანამდებობრივი სარგოს ზედა და ქვედა ზღვრებს და პრეზიდენტის მიერ დადგენილი განაკვეთების ფარგლებში შესაბამისად მინისტრი განსაზღვროს კონკრეტულ თანამდებობრივ სარგოს განაკვეთებს, რომლებიც დაუდგინდებათ სახელმწიფო მოხელეებს. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია, ხოლო პროექტის ავტორი საჯარო სამსახურის საბჭო. ცალკეულ კომიტეტებში განხილვის შემდეგ კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეცემა. გუშინ ტელეკომპანია თრიალეთის თანამშრომლები ნინო წმინდელ კოლეგებთან და ინტერნიუსის ხელმძღვანელობასთან ერთად ქოზეფის მამათა მონასტერს ესტუმრნენ. თრიალეთის დამფუძნებლებმა ექსკურსია ტელეკომპანიის საიუბილეო თარიღს დაუკავშირეს. თრიალეთის მარშრუტმა ქოზეფას მიმართულებით გეზი დინიდანაა იყო. ამჟამად სახეები და ნანოტრიფიდან თრიალეთის თანამშრომლებს ტელევიზიის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა ერთი ლამაზი დღე მოუწყეს. ქოზეფას მონასტრამდე საკმაოდ დიდი მანძილის გავლაა საჭირო. იმ გზის მონაკვეთი, სადაც ტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელია, თრიალეთის თანამშრომლებს დაახლოებით 40 წუთის მანძილზე ხით სიარული მოუხდათ. თუმცა დაღლას მონასტრითა და მის ირგვლივ არსებული მშვენიერებით აღტაცებამ გადაეჭარბა. 75 კილომეტრის გავლა და 4 საათი დაგჭირდა იმისთვის, რომ ნანატრ ქოზიფამდე მიგვეღწია. მიუხედავად დაღლილი სახეებისა, განწყობა ამაღლებულია. თუ საერთოდ თრიალეთის ქედზე ესეთი ადგილი იყო, მეც კი ვიცოდი რა. რა თქმა უნდა, ტელევიზია, რადიო და მუდამ თები, ორი შვენიერი და ძალიან მაგარი. სასაული რამეა რა. ტელეკომპანია თრიალეთის თანამშრომლებმა ქოზიფას სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს. ბერებს გაესაუბრნა და საჩუქრად საკვები პროდუქტები ჩაუტანეს. უჩვეულო გარემოთი და ტაძრების უნიკალურობით მოხიბლული თრიალეთელები შთაბეჭდილებებს უკვე ვეღარ მალავდნენ. როგორც იცით, 15 წელი შეგვისრულდა, იუბილე გვაქვს და დიდი ხანია ვგეგმავდით ექსკურსიას, გამოგვივიდა, ცოტა დავიღალეთ. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, შემდეგში გავაგრძელებთ კიდე. აღსანიშნავია, რომ თრიალეთის თანამშრომლებთან ერთად ექსკურსიაზე მათი სტუმრებიც იმყოფებოდნენ. ყველაზე შთამბეჭდავი სტუმრებისთვისაც და მასპინძლებისთვისაც მონასტრის საძვალეში ნანახი ადამიანის თავის ქალები და ძვლები აღმოჩნდა. როგორც სასულიერო პირები განმარტავდნენ, აქ წმინდა მამათა ნეშტის გახსნის შედეგად დარჩენილი ჩონჩხები ინახება. საძვალეში მდედრობითი სქესის წარმომადგენლის ჩასვლა აკრძალულია. ყველაზე ძალიან დამახსოვრდა ეს თავის ქალები, მე არც ვიცოდი ესეთ რამე არსად არ წამიკითხია, რომ ესე ალაგებდნენ თავის ქალებს ადრე. და მე ძალიან მაინტერესებს თბილისში მე და ვინმეს კითხო, აი საიდან მოდის ეს წესი და ეს რომელ საუკიდიდან მოდის. პირველად ნახე ესეთი რამე. ყოფილი ვარ, განსაკუთრებულად მომეწონა მამათა მონასტერი, მომეწონა კიდე საძვლე, სადაც აღმოჩენილი იყო
მე-16 საუკუნეებში ნაპოვნი ძველი ბერების თავის ქალები, როგორც ნახე თავის ქალებიზე ემჩნეოდა ნაწამები იყვნენ ეს ბერები, თავის ქალებს ემჩნეოდათ გატეხილები იყო თავის ქალები. აქ მომდინარე წყაროს ქოზიფაში მჟავე წყალს ეზახება. ამასთან ერთად დამთვალიერებელთა ყურადღება ტაძრის წინ მდგარმა 300 სტოლოვანმა ნაზმა მიიქცია. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ყოველივე ნანახი და განცდილი თითოეული ქრისტიანისთვის უდიდესი მადლია. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეს მონასტერი არის ძალიან მაღლობზე და თითოეული ჩვენგანი ძალიან დაიღალა, მიმაჩნია, რომ თითოეულმა მართლმადიდებელმა აუცილებლად უნდა ნახოს ეს მონასტერი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ფასეულობა. აღსანიშნავია, რომ სამონასტრო კომპლექსს კიდევ ერთი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი შეემატება. სარესტავრაციო სამუშაოებში მონაწილეობას თავად ბერები იღებენ. როგორც ხედავთ, ახალი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აიგო მონასტერში და ამ ეკლესიისთვის მზადდება და საერთოდ როგორც უძველესი ეკლესიები გვიჩვენებს, თვითონ ბერების ხელით არის დამზადებული არაერთი უნიკალური ჩუქურთმა და მათ შორის ამ მონასტერში ეხლა მზადდება. ტაძარში თითქმის ყველაფერი დასრულებულია, გარდა ფრესკებისა. კარგი იქნება თუ ვინმე ღვთისმიერი ადამიანი, რომელსაც ტაძრის კედლების მოხატვა შეუძლია, მადლს იზამს და ტაძრის გალამაზებას წერტილს დაუსვამს. ამ პიროვნებას კეთილი საქმის განხორციელებაში ტელეკომპანია თრიალეთი მხარში დადგომას პირდება. სანამ ესე ცხოვრება იქნება საქართველოში და მამენ ჩვენთვის და მთელი ქვეყნისთვის ილოცებენ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ქვეყანა საფრთხე არ დაემუქრება და ყველა გადარჩებით. თრიალეთის თანამშრომლებისა და მათი სტუმრებისთვის ეს დღე მართლაც უჩვეულო გამოდგა. თითოეულმა მათგანმა წამოსვლის წინ ტაძრის მოსახსენიებელში საკუთარი სახელი ჩაწერა. მომდევნო წირვისას მამებო ლოცვაში მათ სახელებსაც მოიხსენიებენ. ადამიანები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ, თუმცა ჩვენგან განსხვავებით სხვა განსაკუთრებული ცხოვრების წესი აქვთ. მორწმუნე ადამიანები, რომლებსაც უარი თქვეს ამ ქვეყნიურ ცხოვრებაზე და როგორც თავად უწოდებენ, უფლისაკენ მიმავალი გზა აირჩიეს. როგორია მათი ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღე ნინო ჩიფჩიურის რეპორტაჟი. ეს ქოზიფა სამონასტრო კომპლექსია, რომელიც 4 ტაძრისგან შიომღვიმეს, წმინდა გიორგის, ყოველთა წმინდათა სამებათა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიებისგან შედგება. მონასტრის ისტორია მე-6-მე-7 საუკუნიდან იწყება. სახელწოდება ქოზიფა კი იერუსალიმთან ახლოს მდებარე მე-5 საუკუნით დათარიღებული პალესტინის უძველესი ქოზიფას მონასტრიდან მოდის. ჟამთაცვლამ ამ მონასტერს თავისი კვალი დაამჩნია და მე-17 საუკუნიდან იგი აღარ მოქმედებდა. სულ რაღაც 8 წელი არას მონასტერი რუის ურბნისის მიტროპოლიტის მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით ამოქმედა. ამჟამად აქ 12 სასულიერო პირი ცხოვრობს, რომლებმაც უარი თქვეს ამ ქვეყნიურ ცხოვრებაზე და ცხოვრების განსხვავებული გზა აირჩიეს. დღე იწყება დაახლოებით შუაღამის 3:30-ზე პირველი ზარი ირეკება, როდესაც უნდა აღდგნენ მონასტრის წევრები მოემზადონ ლოცვისთვის. მერე 3 საათზე იწყება უკვე შუაღამიანის ლოცვა, ესე ქვია. შემდეგ მოეკვნის ცისკარი და ბოლოს სტარდება წირვა ხოლმე მონასტერში. ყველა დღე ერთმანეთს არ აგავს. ლოცვები თითქმის ყველა დღეა, მაგრამ წირვა შეიძლება არ იყოს ყველა დღე. ყველა აი ამ ლოცვისა და ტრაპეზის წინ ირეკება ზარი. გამოთხილებელია მონასტრის ძმობა ერთად შეიკრიბოს ან ტაძარში, ან სატრაპეზოში აღარ საქმეს. ქოზიფას მონასტერში სულ 12 სასულიერო პირია, 5 ბერი და 7 მორჩილი. მათი საცხოვრებელი ადგილი კი ასე გამოიყურება. გარდა ცხოვრებისა, მამები ჩვეულებრივი მორწმუნე ადამიანებისგან საეკლესიო წესითა და ტიპიკონითაც განსხვავდებიან. მარხვები ცოტა მკაცრი არის, დიახ, ვიდრე ერის ადამიანებისათვის. დიდი მარხვა არის განსაკუთრებით მკაცრი და იცავენ მონასტრის წევრები, ვისაც რა კურთხევაც, ანუ ნებართვაც აქვს აი ამ მარხვასთან დაკავშირებით. ორზა წყალზე დიდი მარხვის ბოლო კვირა. ნებიშვიდეული. დიახ, შესაძლებლობის მიხედვით ეხლა. ყველას განსხვავებული შესაძლებლობა გააჩნია და მოძღვარი, სულიერი მოძღვარი, მონასტრის წინამძღვარი აძლევს კურთხევას. ვინ როგორ დაიცვას, ზოგი უფრო მკაცრად შეიძლება პური და წყალიც არ მიიღოს ადამიანმა წითელ პარასკევს. დილის ლოცვების შემდეგ მონასტრის ყოველი წევრი სხვადასხვა საქმითაა დაკავებული. მესაქონლეობა, მიწის დამუშავება და მშენებლობა ეს ბერების ძირითადი საქმიანობაა, რასაც სასულიერო პირები მორჩილებას უწოდებენ. საქმე ჩვენ მორჩილებას ვეძახით ამათ, სხვადასხვა არის დილიდან დაწყებული უკვე ლოცვების შემდეგ, მცირედი დასვენება არის, შემდგომ სხვადასხვა სამუშაოები. მიწაზე არის მესაქონლეობა, გვაქვს ნათესები სხვადასხვა იგივე მშენებლობის დროს დამხმარე. ასე რომ რა საქმეც მოითხოვს ყოველი დღე, იმ საქმით არიან დაკავებულები.
ცხოვრება გრძელდება, გზა ბევრია, საქმე ისა, რომელია გზა უმართლესი. ვერები და მონაზვნები საკუთარ ცხოვრებას უფლისკენ მიმავალ გზას უკავშირებენ. გურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩი გორის დილამ გათამაშების დებიუტანტს თბილისის ამერს უმასპინძლა. თბილისის ამერმა უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლება წელს მოიპოვა და ხელმძღვანელობამ გუნდს სერიოზული მიზანი დაუსახა. პირველ 3 ორში მოხვედრა. ასეთია თბილისელთა სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირველი წელია უმაღლეს ლიგაში მონაწილეობს და ახალი შექმნილი გუნდია, მიზანი შეძლებს დაგვარად ვეცდებით, რომ ჩვენ ევროთასებზე მოვხდეთ. გორის დილაკი უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, თუმცა შანსის გაჩენის შემთხვევაში საპრიზო ადგილისთვის არც როლები იტყვიან უარს. დღეს კი ორივე გუნდი მოედანზე გამარჯვების სურვილით გამოვიდა. დილას გულშემატკივრების გაწყვეტილება არ უნდა. ამერიკის ატომიურ მდგომარეობაზე ფიქრობდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა. ისიც პირველი ტაიმის მიწურულს. მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურმა თბილისელმა სულიკო დავითაშვილმა ამერის უპირატესობა გატანილ გოლში და მოპოვებულ სამქულაში ესახა. გოლა საგრძნობლად კარგი წინადადება გაგვიწია, უბრალოდ ბევრ კომპონენტში ვაჯობა შეიძლება ითქვას ესე. ჩვენ მაინც რაღაცა მივუქეთ და ჩვენზე რაღაც ძალიან ისე ვიყავით, ვერ მოძრაობდით და ყველაზე კარგია რომ გავიმარჯვოთ რა. გოლამდე კი დილამ ორი საგოლე მომენტი გააცუდა. ჯერ მეკარის შეცდომის შემდეგ მიხეილ თაყაძემ ვერ ივარდა. მოგვიანებით კი კახათუწუნავამ უზუსოდ დაარტყა. მოგრედმა მოგებარებო სამწუხაროდ. მე ასე ვიტყოდი, შევანდელ თამაში არ გაგვიმართლა. კონდა საერთო მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ერთი მომენტი კონდა ამერს და ისიც გოლად დაამთავრა. საბოლოოდ ამერმა დილა ერთადერთი გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა. შიდა ქართლის მეორე უმაღლეს ლიგელმა ცხინვალმა თბილისში დინამოსთან დათმობა ეკრობა. უგულოდ დამთავრებული პირველი ტაიმის შემდეგ დინამოელებმა გამარჯვების გოლი მხოლოდ მატჩის დამთავრებამდე 10 წუთამდე გაიტანეს. უმაღლეს ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები 17 სექტემბერს გაიმართება. გორის დილას საკუთარ მოედანზე ბათუმის დინამოს უმასპინძლებს. ცხინვალი კი თბილისში ამერთან ითამაშებს. ასეთი იყო დღევანდელი დღე და ჩვენი საინფორმაციო გამოშვება. მე კი ორ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. შიდა ქართლის ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში დღეს სწავლა დაიწყო. სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებულად იმ ბავშვებს უხარიათ, რომლებმაც სკოლის კარები წელს პირველად შეაღეს. პირველკლასელები და მათი მშობლები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ახალი იმედებით ხვდებიან. სკოლაში ძალიან მიხარია მისვლა. სუხეთებზე უნდა ვისწავლო. დღეს პირველად მოვედი სკოლაში. ყველას ვლოცავ სწავლის დაწყება. ახალი სასწავლო წლის დაწყება ყველა სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა. როგორც პედაგოგები აღნიშნავენ, სკოლებში სიახლეა ის, რომ საპენსიო ასაკს მიღწეული დირექტორები ავტომატურად განთავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან და ოქტომბრის თვეში სამეურნეო საბჭოს არჩევნები დაიწყება. სკოლამ ლამაზი გარემო შეუქმნა ბავშვებს. მე მინდა მიულოცო თითოეულ მოსწავლეს, თითოეულ მშობელს, თითოეულ მასწავლებელს ახალი სასწავლო წელი, უსურო წარმატებები, უსურო წისვლა და კარგად და ლამაზად დაემთავრებინოთ ახალი სასწავლო წელი. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სასწავლო წელი საკმაოდ დაძაბული და ნაყოფიერი იქნება ამავე დროს. მთლიანად უნდა მოხდეს ახალი სამეურნეო საბჭოების არჩევა და ეს კიდე გამოიწვევს იმას, რომ თითოეული მოსწავლე და თითოეული მშობელი ჩართული იქნება სასკოლო ცხოვრებაში. ერთადერთი სკოლა, რომელშიც სასწავლო წლის დაწყების ზარი დღეს არ დაირეკა, მეოთხე სკოლა იყო. აქ სწავლა 19 სექტემბერს დაიწყება. ეგრეთ წოდებულ პილოტირებულ სკოლაში დღეს მხოლოდ პედაგოგები იყვნენ და განახლებული პროგრამების თაობაზე ისაუბრეს. ამ სკოლაში სწავლების განსხვავებული მეთოდებია დასანერგი. პილოტირებულ კლასებში ეს არის მე-7 კლასი, მე-10 კლასი, პირველი კლასი. განსხვავებული სასწავლო გეგმები შემოდის, განსხვავებული სახელმძღვანელოები, რომლებიც აპრობაციას გაივლიან ჩვენთან სკოლაში. იმიტომ რომ ახალი რეფორმა, სასკოლო რეფორმა ფაქტიურად გულისხმობს მთელ რიგ ახალ სასწავლო გეგმებს, სასწავლო საგნებს. აი ყველაფერ ამის, რასაც რეფორმა გულისხმობს, ყველაფერ აი ამისი აპრობაცია მოხდება ჩვენთან სკოლაში. დღეს ბოლოს სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კონცერტი უნდა გამართულიყო გორის კულტურისა და დასვენების პარკში. თუმცა ღონისძიება გარკვეული მიზეზების გამო ჩაიშალა. ვადობა, გადათავარ.
პრეზიდენტის საჩუქარი დროს ყველა პირველ კლასელმა მიიღო ახალი სასწავლო წლის დაწყება კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხეობელ ბავშვებს მიულოცეს. თუ პირველ კლასელებმა პრეზიდენტის საჩუქარი მიიღეს, უფროს კლასელებისთვის რვეულები და სახელმძღვანელოები რეგიონის ბიზნესმენებმა შეიძინეს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო ფორტის წარმომადგენლებმა დღეს ხეობელ ბავშვებს საჩუქრები თავად გადასცეს. ძალიან მიხარია პირველი სკოლის დაწყება, აგრეთვე ძალიან მიხარია ის, რომ დაგვირიგეს სასწავლო ნივთები, სახელმძღვანელოები. მიხარია სკოლაში. არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს იმას, როდის დაიწყება სწავლა. მთავარია სწავლისთვის არსებობდეს განწყობა და იმედი იმისა, რომ სასწავლო წელი ჩაივლის მშვიდობიან, აქტიურ და მოუსვენარ ცხოვრებაში, რადგან მე მჯერა მომავალი აქტიური და მოუსვენარი ადამიანებისთვისაა. მე მინდა განსაკუთრებულად მიულოცო ასევე კონფლიქტის ზონის ბავშვებს, რომლებიც მთელი წლების განმავლობაში მართლაც ძალიან მძიმე პერიოდი გადაიარეს. მინდა აღნიშნო ისიც, რომ კონფლიქტის ზონაში თითქმის ყველა სკოლას ჩაუტარდა კაპიტალური მშენებლობა, წესრიგდება დარბაზები, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში გავხსნით. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სწორედ პატარა ლიახვის ხეობაში, სადაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებმა, ქართულმა ბიზნესმენებმა, რომელმაც საქართველოში და გორში დაიკვირდა ღირსეული ადგილი, შეუძინეს კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებელ ბავშვებს თითქმის ყველას სასწავლო წიგნები, არა მარტო პატარა ლიახვის ხეობას, არამედ დიდი ლიახვის და ფრონის ხეობის ბავშვებსაც. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქსუისის საშუალო სკოლაში ქართულ ბავშვებთან ერთად 20 ეროვნების მოსწავლეც მივიდა, რომელიც დღეს სტუმრებს ქართულ ლექსებს უყვებოდა. მე ვთხარი დედაჩემს, ქართულ სკოლაში მიიყვანი მეთქი. და პირდაპირ რომ კარგად ისწავლე, კარგად ვისწავლე მეთქი. საქველმოქმედო ღონისძიება ერთჯერადი ხასიათის არ იქნება და კონფლიქტის ზონის სხვა სოფლებსაც მოიცავს. აქციის ორგანიზატორები სასწავლო წლის დაწყებას დიდი ლიახვისა და ფრონის ხეობების მოსწავლეებსაც მიულოცავენ და საჩუქრებსაც გადასცემენ. მინდა მოვახსენოთ, რომ შპს ფორტე, გორის სისხლის კომბინატი, ჩემი კომპანიონები ყოველთვის მზად არიან და ეხმარონ საქართველოს მოსწავლეებს, მით უმეტეს კონფლიქტის ზონაში მყოფ მოსწავლეებს. ეს აქცია არც პირველია და არც უკანასკნელი. ეს პირველი მშვიდობიანი სასწავლო წელია ჩვენს ხეობაში, ასეთი ფრაზები გაისმა დღეს კონფლიქტის ზონაში. გასულ წელს აქ შექმნილი დაძაბული ვითარების შემდეგ შედარებით სტაბილური მდგომარეობა და მოსახლეობა იმედს გამოთქვამს, რომ კონფლიქტის ზონაში სიტუაცია არ გამწვავდება და მთელი სასწავლო წელი სტაბილურ ვითარებაში ჩაივლის. ქარანის რაიონის სოფელ ახალსოფელში 20 წელია სწავლა დაანგრეულ სკოლაში საკმაოდ არახელსაყრელ პირობებში მიმდინარეობდა. 9 წლების მანძილზე თითოეული ახალსოფლელი სადგილას და პრობლემას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ დღეს ახალი სკოლის გახსნაზე თითქმის მთელი სოფელი შეიკრიბა. რაიონის გამგეობის და სამხარეო ადმინისტრაციის დაფინანსებით ახალსოფელის ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟი მოხდა და ის სკოლის შენობად გადაკეთდა. საზეიმო ცერემონიალის შემდეგ სამხარეო ადმინისტრაციის და რაიონის გამგეობის ხელმძღვანელებმა პირველი ნედი გაჭრეს და პირველი ზარით დაირეკა. დღევანდელი დღე განსაკუთრებით სასიხარულოა პირველ კლასელებისათვის, ვინც ახალ სკოლაში პირველად შეაღებს კარგს. იყავ ბეჯითი და გქონდეს მენა, დიდი განძია სწავლის შეძენა, მაგრამ ამას გთხოვილაზე უფრო გულით გიყვარდეს სამშობლო ენა. ძალიან მიხარია ამ სკოლაში რომ მოვედი. დანიშნებს უნდა ისწავლო. ხუთებზე. დიდი მადლობას ვუძღვნით ჩვენ ძალიანად საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, გორის სამხარეო გუბერნატორს ბატონ მიშა ქარეს და ქარელის რაიონის გამგებელს გია ზანარდიას ამ დიდი წვლილისათვის. დღენიადაგ ისინი ზრუნავდნენ იმისათვის, რომ გაკეთებული იყო ახალსოფელში საუკეთესო სკოლა და ალბათ არ მეგულება საქართველოს ისეთი სოფელი, სადაც ასეთი სხვა სიხარულით ახსავსები ყოფილიყო, როგორც პედაგოგები, ბავშვები, მშობლები და მოწვეული სტუმრები. ახალსოფელის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ღოლღეთს ეწვივნენ, სადაც ახალი დაწყებითი სკოლა გაიხსნა. 15 წლის მანძილზე სკოლის უქონლობის გამო სწავლა ეგრეთ წოდებულ ვაგონებში მიმდინარეობდა. სოფლის მაცხოვრებლები, მოსწავლეები და პედაგოგები სკოლის გახსნას დიდი სიხარულით შეხვდნენ. ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებთ ყველას. ნამდვილად ჩვენს ბავშვებს ძალიან ცუდ პირობებში უხდებოდათ მეცადინეობა.
ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ დღეს რომ ასეთი დიდი საჩუქარი მიეცა ჩვენს სოფელს. წლების განმავლობაში ნამდვილად ცუდ პირობებში გვიხდებოდა სწავლა. დღეს ახდა ჩვენი ოცნება და ახალი სკოლა საჩუქრად გადმოგვეცა. მადლობა მინდა ყველას გამოუცხადო, განსაკუთრებით რაიონის გამგებელს ბატონ გია ზანარდიას და ასევე ბატონ ვაჟა ბაქრაძეს განათლების განყოფილების გამგეს, რომელმაც აი ეს მარცვალი ნამდვილად ჩადო ჩვენი გაჭირვება გამგეობაში და ყველანაირად შეგვისრულა ყველაფერი. სასწავლო პროცესი განახლდა 5 სექტემბერს. ამ დღესთან დაკავშირებით ქარელის რაიონში გაიხსნა 3 ახალი სკოლა, ახალსოფელში საშუალო სკოლა და აგრეთვე ახლა გავხსენეთ დაწყებითი სკოლები. მადლობას ვუხდი რაიონის გამგებელს ასეთი ლამაზი შენობის ჩუქებისათვის, ამ სოფლის ბავშვებისათვის, ამ სოფლის მოსახლეობისათვის და ამ ბავშვებს ულოცავ ახალ სასწავლო წლის დაწყებას. ქარელის რაიონში სოფელი დოღლაური მესამე სოფელია, სადაც დღეს ახალი სკოლა გაიხსნა. სოფელი, სადაც დაახლოებით 30 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს, 15 წელია სკოლა საერთოდ არ არსებობდა. სკოლებმა საჩუქრად ახალი ინვენტარიც მიიღეს. ცხოვრებაში გამოირევა ყველაზე ბედნიერი დღე და ეს დღე ზუსტად ეს არის. ძალიან ბედნიერები ვართ და გახარებული, რომ პირველად ამ სოფელში გაიხსნა დაწყებითი სკოლა, არც ადრე იყო და ეხლა გაიხსნა დაწყებითი სკოლა და სოფლის მოსახლეობა ძალიან მადლობები ვართ, აგრეთვე ბავშვებიც ძალიან შორს დადიოდნენ სკოლაში. მინდა ველოცო ყველა პედაგოგს, ყველა პირველ კლასელს დაუსურვო წარმატებები. მინდა დიდი მადლობა უთხრა იმ სოფლის მოსახლეობას, სადაც გაიხსნა ახალი სკოლები, მათ მიიღეს უშუალო მონაწილეობა მათ მშენებლობაში, რომელიც იმუშავეს უამეროდ. ქიწნისის საშუალო სკოლის პედაგოგ ინეზა აღდგომელაშვილსა და სკოლის დირექტორ შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. როგორც თავად აღდგომელაშვილი აღნიშნავს, დირექტორმა იზოლდა ბოლოტაშვილმა მას ახალი კადრის დასაქმების მიზნით საათების დათმობა სთხოვა და აუხსნა, რომ ინგლისური ენის მასწავლებლად მიღება მას ხელისუფლების წარმომადგენლება. კონკრეტულად პრეზიდენტის სახელმწიფო წმინდანის მრჩეველმა ია ბერიანიძემ დაავალა, რასაც აღდგომელაშვილის მხრიდან უარი და განათლების სამინისტროში განცხადების შეტანა მოჰყვა. მობრძანდა აპარატის წარმომადგენელი ია ბერიანიძესთან ერთად და ოფიციალურად მომთხოვა, რომ მე უნდა დამეტოვებინა ეს საათები. შემდეგ 11 ნოემბერს მოდის სოფლის გამგებელი დავით ბოლოთაშვილი და მიცხადებს, რომ ეს არის გუბერნატორის დავალება და აქვე უნდა გადაწყდეს და ბოლოს უკვე სასწავლო წლის დასასრულს, როცა ჩვენი დავა ვერ გადაწყდა, იმიტომ რომ განათლების სამინისტრო იხილავდა ამ საქმეს, ბოლოთაშვილი, ქალბატონი იზოლდა ბოლოთაშვილი მიცხადებს, მე გამომიცხადეს, რომ ეს საქმე უნდა გადაწყდეს. ინეზა აღდგომელაშვილი ზონალდელი განათლების სამინისტროდან მიღებული პასუხის თანახმად აღნიშნული დავაში და სასკოლო პრობლემაა და სკოლის დირექციას უნდა მოაგვაროს. ისევ განცხადებით, საკითხის მოგვარების მიზნით დირექტორმა განათლების განყოფილებიდან კომისიაც მიიწვია. კომისიის ერთ-ერთი წევრის დასკვნის თანახმად აღდგომელაშვილის მოსწავლეთა მუშაობა სრულად დამაკმაყოფილებელია. შტაბის ხელმძღვანელის აზრით, ინგლისურის მასწავლებისადმი კომისიას არანაირი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს. დაწყდა რომ უნდა მოეცა იზოლდა ბოლოთაშვილს ჩემთვის ჩემი გათავისუფლების ბრძანების ბათილობის ბრძანება, რომელიც დღესაც არ შეუსრულებია, არ მოუწია ეს ბრძანება. საათების უკანონოდ ჩამოთმების შესახებ სკოლის ხელმძღვანელისადმი პრეტენზიას კიდევ რამდენიმე პედაგოგი გამოთქვამს, როგორც ისინი აღნიშნავენ, შიდა დაპირისპირება სწორედ საათების განადგურებას მოყვა. ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყება ჩემთვის ნერვიულობით ხდება, რადგანაც არასოდეს არ ვიცი, როგორი წლიური დატვირთვა მექნება. ახლაც წინა დღეებშიც პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, სხდომის შემდეგაც დაავრჩი და ვთხოვე დირექტორს, ეთქვა რამდენი საათი მექნებოდა. დღეს დილითაც იგივე თხოვნა გავუმეორე, მაგრამ მე არ ვიცი, რომელ კლასებში შევარ. ჩავმართ ავტომატურად საათები ისევ იზოლდა ბოლოთაშვილმა და გადასცა სიუზი ფელიშვილს. როცა ამავე დროს მას აქვს 5 საათი ისტორიისა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს დატვირთვა, არც სიუზი ფელიშვილს, არც მე და თვითონ ინარჩუნებს აი ამ საათებს. თხოვეთ რის საფუძველზე, რატომ მართმევ საათებს? ასე მსურს, მოდი ვიდაოთ ახლა მედაშენ. მე ფელიშვილთან არაფერი მაქვს სადაო, მოდი ახლა მედაშენ ვიდაოთ. აი ესეთი განცხადებას აკეთებს დირექტორი. მასწავლებლებს რომელსაც საერთოდ არ მოუთხოვია კლასი 10 წლის წინ დაამთავრებინა. კლასს ეხლა მოიდომა კლასის ხელმძღვანელობა. ამ დროს მაგ არასრული განაკვეთი ვარ მალტოხელა დედა. პედაგოგთა ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს ია ბერიანიძე და ამ ფაქტთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს. საკადრო პოლიტიკა მე არ მეხება.
საკადრო პოლიტიკა საწარმოებს ყავს თავისი უშუალოდ სკოლას ყავს ადმინისტრაცია, აქვს სამეურვეო საბჭო, არსებობს კიდევ განათლების განყოფილება, არსებობს განათლების სამინისტრო და თუ ვინმეს რამე პრეტენზია გააჩნია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მიმართოს ზემდგომ ორგანოებს. პედაგოგების განცხადება საკუთრივ საკითხის განხილვის შესაძლებლობის საქმიანობაში თუ კანონის ჩარევის შესახებ საკუთრივ და თავად განდობილი იგრძნოს რომ სასწავლო ბერაში მას უფლება მოსილებისთვის არ გადაუჭარბებია. რაც შეეხება იმას, რომ მე ვარ ჩარეული და ვინმეს უთხარი, რომ წასულიყო ან როგორც თქვენ გამეთავისუფლებინათ ჯერ ერთი საკრებულოს გამგებელს არ აქვს ის კომპეტენცია, რომ სკოლიდან პედაგოგი ავთავისუფლოს, მაგრამ მე როგორც გამგებელი ვალდებული ვარ ჩავერია ყველა საკითხში, რაც კი სოფელში ხდება და ჩემს ინტერესებში და სოფლის ინტერესებში შედის, რომ სკოლაში ასწავლიდნენ კარგი პედაგოგი, მცოდნე პედაგოგები და იყოს კარგი სიტუაცია. ეროვნული ინტერესი აქვს ინგლისური ენის საათების ჩამორთმევას. იგი პედაგოგის არაკვალიფიცირებით ხსნის და აღნიშნავს, რომ აღნიშნული სპეციალობით ფიზიკა, მათემატიკა, ინგლისური ენის შესასწავლად კი მხოლოდ ორწლიანი კურსები გაიარა, რის საფუძველზეც არადიპლომი, არამედ მოწმობა გადაეცა. მხოლოდ ასეთი დავალება იმოქმედე კანონის ფარგლებში. მე სხვა განაცხადს ნამდვილად ვერ ვიცემ ჩემ თავისუფლებას, რომ არასამართლიანი განაცხადი გავაკეთო. მისი ბრძანება დაწერილია წლების წინ ჩემ დირექტორად მოსვლამდე და მის ბრძანებაში დაფიქსირებულია, რომ არის დანიშნული დროებით. ალბათ, თუმცა სიტყვები გაშიფრული არ არის, მაგრამ დროებით მიმანიშნებელია იმისა, რომ სპეციალისტის გამოჩენამდე. მე ბაზაგაშვილთან აღდგომილაშვილთან ამ შემთხვევაში არანაირი პირადული არ მამოძრავებს, მაგრამ არსებული კანონმდებლობა, შრომის კანონთა კოდექსი და კანონი განათლების შესახებ ამის უფლებას არ მაძლევს. სკოლის პროფკავშირის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ შიდა დაპირისპირება სამეურვეო საბჭომ უნდა მოაგვაროს, რომელიც ახლო მომავალში ჩამოყალიბდება. თუნდა ყველაფერი გადაწყდეს კანონიერად და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეილახოს მასწავლებლის ინტერესი. საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ზეწოლა. ცნობილია, რომ განათლების სისტემაში მიმდინარეობს რეფორმა და ეს რეფორმა გულისხმობს აუცილებლად გათვალისწინებული იქნას მოსწავლეებისა და მშობლების ინტერესი. იმის აღდგომილაშვილის არჩევის სასამართლოში შეტანას აპირებს სკოლის დირექტორი კი აცხადებს, რომ საკუთარ კანონიერ ქმედებას მისგან არსებული სათანადო დოკუმენტაციის საშუალებით დაადასტურებს. მაგალითად, როგორი იმედით გამოუშვათ ბავშვები სკოლაში, როდესაც პირველივე დღეს ასე დაემატა. მესამე კლასელი სამი შარიფოვი ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს სკოლის კიბიდან ჩამოვარდა. სკოლა იმდენადაა დაზიანებული, რომ შენობაში შესვლა და მით უმეტეს მეორე სართულზე ყოფნა გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს. მე ხარ მოდიოდი და შემოვედი და ფეხით ისიდან ავდიოდი კიბეზე და წავიქეცი. არა, კიბეზე. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შემთხვევა აქ სამი თვის წინ დაფიქსირდა. ერთ-ერთი მოსწავლე წყობიდან გამოსული აინიდან ჩამოვარდა. რის შემდეგაც სხეულის სხვადასხვა დაზიანების გამო ადებეგების დიდი ნაწილი საავადმყოფოს შენობაში გაატარა. ჩემი შვილი არ წაიქცა. გლავი ქონდა გატეხილი, თავი აქ ეხლა წესი აქ ნაკაწრი. 4 თვის ნაკერი სამატყოფი ყავდა, ხო 4 ნაკერი. იმ პირობებთან შეგვედა, რაც ბავშვებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას უხდება დღე გაუსაძლისი ხდება. ამის შესახებ მოსწავლეებთან ერთად დღეს უკვე მათი მშობლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ. უბრალოდ ნორმალურად სკოლაში სასწავლო პირობები არ გოგაჩნია. ხან ისე როდესაც ვიხმობ ჩვენ კლასში ვერ გძნობ, ხან გარეთ ვარ შინ ძალიან დანგრეულია და ნესტის უნია საშინელი შეება ესეთ საშინელი დიზენტერია და შეება დავამტვრდეთ კიდევაც. მე კასპში გადასვლა არ შემიძლია, ესეთი პირობები არ არის რომ კასპის გადავიდე. აქ მინდა სწავლო, მაგრამ სკოლა ისეთი ცუდია რომ საერთოდ სწავლის ნება სულიც არ მაქვს რომ ვისწავლო. ზამთარში ძალიან ცუდი პირობებია, საერთოდ წვიმის ქვეშ ვზივართ. ხან იქით გავიწევით ხოლმე რომ კარგად დავწეროთ, მაგრამ ბევრებისაც გვეყრება წვიმა. ქარი როცა არის ხოლმე, ფანჯრები როცა არ აქვს, სუქარი შიგნითობებს გეგონება გარეთ ხარი ისეთი პირობებია და ღრუბლიანი ამინდი რო არის სიბნელეა საერთოდ ვერაფერს ვერ წერთ. ამ სკოლაში ჩემი ორი ბავშვი დადის. ერთმა დაამთავრა მართალია, მაგრამ მეორე უკვე მე-9 კლასში გადავიდა. არც არის საშუალება რომ დავაყენო ეს ბავშვი სადმე მასწავლო. კასპშიც არ მაქვს საშუალება. ყოველ წუთში ტრანსპორტი სჭირდება. გოგოა ხო ვერ დავტოვე, მარტო ხო ვერ გავაგზავნე. არა ესე მდგომარეობაში. გამგეობაში რამდენჯერმე გვაქვს მიმართებული, მაგრამ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს.
სკოლაში არსებული აუტანელი პირობების გამო უკმაყოფილებას პედაგოგების გამოხატულია. საშინელი პირობებია. საშინელი ჩვენთვის პედაგოგებისთვის, მაგრამ ჩვენ მაინც როგორღაც ვიჭირვებთ, მაგრამ რაგთან ამ ბავშვებმა ზამთარში სიცივეში კი ბატონო შეშაც არის მარაგდება, მაგრამ არ გვაძლევს შენობა იმის საშუალებას, რომ ღუმელი აინთოს. ბოლო 4 წელიწადია ყველა ინსტანციაში გვაქვს ჩვენ მიმართული და ყველა ინსტანცია პასუხი საბოლოო პასუხი ახლა ბოლო მონაცემებით შემიძლია მოგახსენოთ ის რომ განათლების სამინისტროში გახდით მინისტრის მოადგილესთან ბატონ სამადაშვილთან და მან ბრძანა რომ 2005 წლისთვის 6 წლისთვის დაიწყება უკვე მშენებლობა სკოლებისა. ტერიტორიაზე, სადაც ახლა სკოლის შენობა დგას 1958 წლამდე სოფლის სკოლმეურნეობის საქონლის სადგომი ყოფილა. შემდეგ კი გარკვეული პერიოდის მანძილზე იგი დაწყებითი 1972 წლიდან კი საბავშვო სკოლის შენობად გადაკეთდა. ამჟამად აქ 105 მოსწავლე სწავლობს, რომელთაგან ქართველი მხოლოდ 4-ია. აზერბაიჯანელი ეროვნების ხალხის დასახლების სოფელში ერთადერთი სასწავლო დაწესებულება, ისიც მიწასთან გასწორების პირას მისული. ამ დღეს მოსწავლეები საკანს ეძახიან. მაშინ, როდესაც პედაგოგები გაკვეთილის შესახებ საუბრობენ, მოსწავლეთა ყურადღებას კედლიდან ამძვრალი და ჭერიდან ჩამოცვენილი საფარი იპყრობს. ამ ყველაფერს კი სინესტისგან გაჩენილი საშინელი სუნიც ემატება. აქ სურვილი ერთია, ყველა სურს რომ სოფლის მომავალი თაობა ქართულ ტრადიციებზე აღიზარდოს. საქართველოში მოწყობილი აზერბაიჯანელი ხალხი ბრძანდებით. ჩვენ გვინდა რომ ქართული სკოლა აგვიშენოთ ჩვენ აზერბაიჯანელი ხალხებს უყველას. სხვა არაფერს ვითხოვთ არა? ქართული ენის სწავლა გვინდა რომ ჩვენ მომავალმა ქართული იცოდეს. საქართველოში მოწყობილი ხალხმა სხვა კი არაფერი. თათულოს არაფერს ვითხოვთ, დანარჩენს ზედმეტ ჩვენთვის ოჯახების არ ვითხოვთ. ვითხოვთ საქართველოში შეგრჩება ეს სკოლა. აქ აღარავინ არ ისწავლის. ყველა მშობელს მიიღოს თავისი ბავშვი. აუცილებელია გადაწყვეტილი. ხელისუფლებისთვის სიტუაციის შესახსენებლად მშობლები კასპის რაიონის შენობასთან დილიდან შეიკრიბნენ. მოგვიანებით მათ კასპის რაიონის გამგებელი შეხვდა. გენადი ხაჩიძე აღნიშნავდა, რომ სკოლის შენობის აღდგენის მცდელობას აზრი აღარ აქვს. საჭიროა ახალი სკოლის აგება. მისთვის დაახლოებით 250,000 ლარია საჭირო. გამგებელი პრობლემის გადაჭრის ზუსტს ვერ ასახელებს. წყაროს მოსახლეობას დაპირებების ნაკლებად ჯერა. ისინი აცხადებენ, რომ ახალი სკოლის პროექტის შედგენაზე კომპეტენტურ პირებს აქამდე უნდა ეძღვნათ. იმ შემთხვევაში, რომ სამშენებლო სამუშაოები სოფელში დროულად არ დაიწყება, მშობლები და პედაგოგები სწავლის ომების მიმართით იმუქრებიან. მანამდე კი მოსწავლეთა ნაწილი სწავლას კვლავ დანგრეული სკოლის შენობაში განაგრძობს. ნაწილს კი სკოლამდე მისასვლელად საკმაოდ დიდი მანძილის გავლა მოუწევს, რადგან იზოლებულები ხდებიან, რომ სწავლა სხვა სკოლაში გააგრძელონ. დღეს ქალაქ გორში სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებულ დასაქმების ბირჟაზე მუშებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. მუშები, რომლებსაც ფიზიკური სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ იქირავებენ, აქ თითქმის ყოველდღე დგანან. დღეს სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მუშებს შორის კამათი დაჭრით დასრულდა. 35 წლის თამაზ სარქუა მუცლის არეში დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობილი და სახელი ყვარელი პრეზიდენტი დანიშნული და ვისმე შემოყვანილი ეხლა როგორია მდგომარეობა. დაახლოებით 12 საათზე შემოყვანილი იქნა ზარქუა თამაზ გურამის ძე 35 წლის კომბინატში მცხოვრები. აღინიშნებოდა მუცლის ღრუში ღრმა ჭრილობა. ჩაუტარდა ოპერაცია, ეხლა ზუსტად ვერ გეტყვით რომელი ორგანოა დაზიანებული. მაგრამ მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. თვითმხილველები კონკრეტულ დეტალებზე არაფერს ამბობენ. ისინი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ წლების განმავლობაში აქ მუშახელი, რომელიც სამუშაოს ეძებს, რეგიონის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოდის და მათ შორის შელაპარაკება არც თუ ისე იშვიათად ხდება. მუშათა ბიჟაა და ახლა ერთმანეთი ხო შელაპარაკება ის არის, ესეთი რამ ვერ მეხება, 10 წელი აკავარი. ასაკმულები ვერ არიან და მუშაობენ აქ რაკანა მაგათაც. სულ ჩამოსულები არის დასავლეთიდან იქიდან სულ ვერი არიან საწყლები, მაგრამ ეგრეთ წოდებულ 7 ნომერ მაღაზიის მდებარე ტერიტორიაზე მდგარი ჯიხურების მოვაჭრეები იმასაც აღნიშნავენ, რომ ხშირად მუშახელი თავად პოლიციის თანამშრომლებსაც მიყავთ. სულ ყოველთვის მანდა ბირჟა იყო. მაგრამ ეგრეთიანი არ მომხდარა ხოლმე. მილიცია მოვიდა და წაიყო და სამუშაოთა ბიჭებსა. ჩხუბი რამე არასოდეს არ მომხდარდა. ეხლა აი დღეს რა მოხდა? ამოდენა მანქანები რო იდოდა რომ მოახლოდი მეთქი ვაიმე რა მოხდა მეთქი. კომბინატის დასახლებაში მცხოვრები თამაზ ზარქუას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
თვითმხილველთა ინფორმაციით, პოლიციამ სავარაუდო ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზე დააკავა, თუმცა პოლიციამ მას ვინაობას მკაცრად საიდუმლოებს. უცნობი რჩება ისიც, მომხდარ ფაქტზე აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე. თუ უბრალოდ პოლიციას კიდევ ერთი მომხდარი დანაშაულის აღიარება არ უნდა და ცდილობს ოფიციალურ რეგისტრაციაში არ გაატაროს. ყოველ შემთხვევაში საპატრულო პოლიციაშიც და გორის შინაგან საქმეთა სამმართველოშიც მომხდარ ფაქტს სადულდაგულოდ მალავენ. ხანა წამოსული იყო კასპის რაიონის ერთ-ერთი ოსური სოფლებიდან და დაკავება მოხდა სოფელ ჩობალაურთან ერთ-ერთ შემოვლით გზაზე ავტომანქანაში იყო 2108 ტიპის ავტომანქანა იყო მასში შემდგომი რეალიზაციის გამზადებული ჰქონდა 7000 ვაქციზო კონტრაბანდული სიგარეტი ავტომანქანა გაჩერების დროს ჩვენ ფინანსური პოლიციის თანამშრომლებზე პიროვნებამ მოახდინა დაჯახება ავტომანქანის შედეგადაც ჩვენმა თანამშრომლმა მიიღო მცირეოდენი დაზიანება ასევე ავტომანქანას აღენიშნება დაზიანება შეჯახების შემთხვევაში და ჩვენმა თანამშრომლებმა ამის ასაკეთად მოახდინა საერში გასროლა